კინო რუსეთი დაარქვით ბარემ. მშობლიური ენა დაგავიწყდათ. ქართულზე ზოგადად ალერგია აქვთ ამათ, არა რუსულ პროპაგანდას. ამ და მსგავს კომენტარებს სოციალურ ქსელში კინო საქართველოს გვერდზე ხშირად ხვდებით. კომენტარებიდან ჩანს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას არ მოსწონს რუსულ ენაზე ფილმების ჩვენება. ქართულად უნდა იყოს ჩემი აზრით. არის ისეთი ფილმები, მაგალითად ძალიან მაგარი ფილმებია და უნდა იყოს გადათარგმნილი, რომ გაიგოს ბევრმა. არ იციან ბევრმა უცხოენები და საჭიროა რა ეს ყველაფერი. მოქალაქეთა ნაწილისათვის კი რუსულ და ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენება პრობლემას არ წარმოადგენს. იცით რა არის ახლა ჩემმა თაობამ კარგად იცის რუსული და ჩვენ ამის პრობლემა არ გვექნება. უფრო ალბათ ახალგაზრდებს უნდა გეკითხოთ. რომ გაიხსნა ვიყავი მისული, იყო რუსულ ენაზე, მაგრამ რამოდენიმე კვირის წინ იყო ქართულად რამოდენიმე ფილმიც. ასე რომ რა ვიცი, თანდათან გავუშვებდი ქართულ ფილმებსაც, რა ვიცი, ნახოთ. არის შემთხვევები, როცა არის ამ მსურველები, ვისაც სურს რომ ესეც გადიოდეს და უნდა დაკმაყოფილდეს ორივეს მოთხოვნა. აქტივისტი აკაკი საღინაძე აცხადებს, რომ რუსული კინოფესტივალი თანამშრომლების რუსული ცოდნის დონის მიხედვით შერჩევა და ბეიჯებზე გამოყენებული რუსული დროშები არაფერია თუ არა რუსული პროპაგანდა. მათი გამუდმებული რუტინა, რომ ფილმებს აჩვენებენ რუსულ ენაზე და ბოლოს დააგვირგვინეს, რომ რამარც მოგვილობას ვთქვათ ქალებს მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე რუსული, ესე ვთქვათ, ანიმაციური ფილმის გმირებით, რომლებიც წმინდად კომუნისტურ, ასე ვთქვათ, რეჟიმთან არის ასოცირებული. და ის კომენტარები, რომლებიც მათი მხრიდან მოყვა შემდგომ ამ საქციას, კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ამზაფრებს და ნავთასხამს, რომ ეს რეალურად ემსახურება რუსულ პროპაგანდას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ თუ ფილმის ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე ხდება, იგი დუბლირებით ან აუცილებლად სუბტიტრირებით უნდა აჩვენონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება დასჯადია. სამართალდამცავთა კოდექსი თვალისწინებს 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას, ხოლო შემდეგ უკვე განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება. ანუ შესაბამისად შევაჯამებ, რომ კანონი ცალსახად განმარტავს, რომ პირველადი წარმოების ენაზე ფილმის ჩვენების შემთხვევაში ფილმს თან უნდა ახდეს ან სუბტიტრირება, ან უნდა მოხდეს მისი დუბლირება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ჩვენ ვეცადეთ კინო საქართველოს ადმინისტრაციასთან დაკავშირება, თუმცა განმარტეს, რომ აღნიშნული ობიექტის დირექტორი ადგილზე არ იმყოფება. ფაქტია, რომ დღეს კინოთეატრში ფილმების ჩვენება კვლავ რუსულ ენაზე დაანონსდა.